ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველოს წელს უმაღლესი დონის სტანდარტებით ხვდება. შეჯიბრის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი სამთო სათხილამურო კურორტი ბაკურიანია, სადაც 3 კილომეტრიანი სიგრძის ტრასა საგანგებოდ უკვე გაიხსნა. ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი იმ ინფრასტრუქტურული სიახლეების ნაწილია, რაც ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოსულ 1000-მდე სტუმარს საქართველოში დახვდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩვენ დილით მოვინახულეთ ახალი ყინულის სასახლე, რომელიც აშენდა თბილისში, ასევე როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში აშენდა ახალი ყინულის სასახლე და დღეს ჩვენ მოვინახულეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, ეს არის ბიატლონის ტრასა, რომელიც მომზადდა ბაკურიანში, რომელიც უმასპინძლებს სხვა სახეობებთან ერთად ბუნებრივია ახალგაზრდულ ფესტივალს. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებას, ამ მნიშვნელოვან ტურნირს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული წინ. ძალიან ბევრი საინჟინრო სამუშაო იქნა განხორციელებული, მოეწყო სადრენაჟე არხები, აშენდა რეალურად ახალი ტრასა, რომელიც განათდა, ასევე აშენდა ერთი ხიდი, რომელიც სავალდებულო იყო იმისთვის, რომ სწორედ შესაბამისი სტანდარტის მარშრუტი და ტრასა მიგვეღო. მოეწყო გათოვლიანების ახალი სისტემა, რომლისთვისაც ასევე გამოყენებული იქნა უმაღლესი დონის იტალიური ტექნოლოგია. ისტორიულად ბაკურიანში ყოველთვის იყო ბიატლონის ტრასა და ეს განახლებული ახალი თანამედროვე მსოფლიო დონის ბიატლონის ტრასა, რომელიც პირველ რიგში უმასპინძლებს, რა თქმა უნდა, თებერვლის თვეში ოლიმპიადას, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამ ტრასაზე ჩატარდება მრავალი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, იმიტომ რომ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით ეს ტრასა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ეს არის სასიხარულო, რომ მომავალში ბაკურიანი უმასპინძლებს არა მარტო ოლიმპიადას, არამედ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს. ზამთრის სახეობას მასპინძლობთ ბაკურიანი, თბილისი, ბორჯომი, თბილისი, ბათუმი და ძალიან მნიშვნელოვანია აი სწორედ ზამთრის სახეობის განვითარებისთვის და მინდა აღნიშნო, რომ მეორე ქვეყანა ვიქნებით, ვინც ეს ორივე სახეობა მოახერხა საფხულის ჩატარება და ზამთრის. ეს არის ძალიან დიდი წარმატება. რბოლის მოედნის გახსნამდე ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო მზადყოფნის შესახებ ანგარიში პრემიერ-მინისტრმა დღეს პირადად მოისმინა და პირობაც მიიღო, რომ ბაკურიანი ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის მზად არის. საორგანიზაციო კომიტეტი უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის. ეხლა უკვე ჩვენი გუნდი შესულია საშეჯიბრო არენების მოსაწყობად და უკვე ჩვენ პირველ დელეგაციებს ველოდებით 4 რიცხვიდან საქართველოში 9 თებერვალს იქნება ოფიციალურად ფესტივალის გახსნის ღონისძიება და 10-დან უკვე ყველა სპორტის სახეობა დაიწყებს შეჯიბრებებს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პარკებში გაკეთა 29 კილომეტრიანი გათოვლიანების ხაზი, შესაბამისად გაკეთა ტყები იმისთვის, რომ გათოვლიანების გარკვეული მარაგი ყოფილიყო როგორც პირველ რიგში საერთაშორისო ჩემპიონატისთვის და ასევე ეს მუდმივად დარჩენილი იყო ბაკურიანში და სწორედ იმ ვიზიტორებისთვის გაიხანგრძლივებინა სეზონი ან ადრე დაიწყო სეზონი. მზად არის დედაქალაქიც. თბილისში დღეს 700-მდე მაყურებელზე გათვლილი, მაღალი დონის ტექნიკით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენა გაიხსნა. მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ზამთრის სახეობებთან ერთად ზაფხულის სპორტულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ბუნებრივია ქალაქს, დარჩება ქვეყანას, უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული ეს პროექტი, ამაში თავადაც დარწმუნდებოდით, არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ყინულის სასახლე და რა თქმა უნდა, ეს სასახლე ხელშეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას. საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელშეწყობით აშენდა. შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული სპორტული კომპლექსი, სავარჯიშო, ქორეოგრაფიულ და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს და სამედიცინო და საკონფერენციო დარბაზებსაც მოიცავს. ყინულის არენის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აღნიშნული სპორტული კომპლექსი მოგცევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის უმასპინძლოთ, ამავე დროს საქართველოს ნებისმიერი ტურნირი, საქართველოს ჩემპიონატები იქნა ჩატარებული და ამავე დროს ეს შესაძლებლობას მოგცევს როგორც ჰოკეის, ასევე ფიგურული სრიალის სპორტსმენებს, როგორც შეჯიბრებების, ასევე ვარჯიშების კუთხით იყოს დატვირთული. ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია გამოყენებული. დაახლოებით 36 კილომეტრი ქსელი მოეწყო იმისათვის, რომ შესაბამისი კლიმატის რეგულირების სტანდარტი ყოფილიყო დაკმაყოფილებული, გათვალისწინებული აბსოლუტურად ყველა სივრცე, რომელიც სხვადასხვა ოლიმპიური სპორტის სახეობებს ჭირდება.
ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები საქართველოს 4 თებერვალს ეწვევიან. ბაკურიანი 2025 კი სტარტს 9 თებერვლიდან აიღებს. სპორტული შეჯიბრებები ბაკურიანის გარდა თბილისში და ბათუმშიც გაიმართება. ოლიმპიადაზე 1000-მდე სპორტსმენი ერთმანეთს სპორტის 8 სახეობაში დაუპირისპირდება.